პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს ბრალი ოფიციალურად ცოტა ხნის წინ წარუდგინეს. მოძრაობა რუსთაველის გამზირის წევრებს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლას და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას ედავება. სამწუხარო დღეა საქართველოში დემოკრატიისთვის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით განცხადებას ამჯერად ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ეუთოოდირი ვერ აკვირდება ადგილობრივ არჩევნებს, რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული. ძალადობის სამწუხარო გამოყენება, რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება კიდევ უფრო ამცირებს ნდობას საქართველოს არჩევნების მიმართ წერს უწყება. თავარის ინფორმაციით, სომხეთიდან რუსეთში ექსტრადირება კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს ემუქრება. ვანო საბაშვილი სომხეთში სამსახურეობრივი მივლინებით მიემგზავრებოდა. რუსეთის საერთაშორისო ძებნელთა სიაში მყოფი მებრძოლი 9 სექტემბერს აიყვანეს. ქართულმა მებრძოლმა საქართველოს კონტროლირებადი ნაწილი უპრობლემოდ გადაკვეთა. უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევას განაგრძობს. დრონებით თავდასხმის გამო ოკუპირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში მდებარე ნავთობ ბაზაში ძლიერი ხანძარი იყო.